დავბრუნდით ჩვენს მეოთხე ბლოკში და გვინდა რომ არ დავკარგოთ დრო, იმიტომ რომ აქ ვილაპარაკებთ ძალიან აქტუალურ და საჭირო თემაზე. თბილისში იგეგმება, მე მანამდე ვთქვი რომ გაიხსნათ ხო, მაგრამ აი ესეთი სტადია მოკლედ არსებობს შავი კარკასი და ახლა საჭიროა რომ მოვაწყოთ, მივიტანოთ ნივთები, გავიყვანოთ კანალიზაცია და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი იმისათვის რომ თბილისში მცხოვრები უსახკარო ოჯახები შეიკედლოს ამ ფართმა. მე უცებ წარმოგიდგენს სტუმრებს, ბაია პატარაია, კავშირის საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ვაჭარაძე, ორგანიზაცია იდენტობის დირექტორი და ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. სალამი და დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და აქ გავაჟღერებთ ყველაზე საჭირო მოწოდებებს და გთხოვთ. ხო, ეს ახლა უცნობია რომ ყველასთვის ხადია. ზამთარი მოდის, იცივენ. კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში რომ ეთერით დაუთმეთ ამ თემას. იდეა არის ესეთი, შარშად შევნახეთ რომ იყო საკმაოდ ცივი ზამთარი და ძალიან ბევრი ადამიანი გაიყინა ქუჩაში. და არ არსებობდა არანაირი გამოსავალი ამ ადამიანებისთვის. დაიდგა კარავი, მაგრამ კარავში ერთჯერად ქველმოქმედებაზე აგებული ყველაფერი და ადამიანები როგორებით შედიან, ესეთები გამოდიან. ანუ იქიდან არც გაძლიერებული გამოდის, არც სამსახურს პოულობს და არც უკეთეს პირობებია. ხო, უბრალოდ ყინვას გადაელებოდა და ნუ ყინვას აფარებდნენ თავს. მაგრამ გათბობაც პრობლემაა ხოლმე, იმიტომ რომ თუ ინსტიტუციონალიზებული არ არის რაღაც თავშესაფარი, იქ მაინც ყოველთვის არის საფრთხე. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ უკვე 2 წელიწადზე მეტი ვცდილობთ რომ მოვიპოვოთ ეს თქვა თანხებიან გავაკეთოთ თავშესაფარი და ნუ აი რამდენიმე ხნის წინ იყო ასეთი აქცია ჩატარდა სადაც რომელსაც უკვე შემიფარე და რომელიც იმკითგან იყო მიმართული რომ საზოგადოებას გაემახვილებინო ყურადღება უსახკარო ადამიანთა პრობლემაზე. ამის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი რომელმაც იდენტობას გადასცა თავისი პირადი ბინა და თქვა რომ ჯერ არ თქვენ ამას გააკეთებთ და გააკეთებთ. ხო. და გითხრა რომ აი გაძლევთ ფართს, რამდენი წუთაც გინდათ, გადაიფორმეთ და მიხედეთ გააკეთეთ თავშესაფარი და ჩვენც ახლა უფრო აქტიურად დავიწყოთ მუშაობა ამაზე. და შედეგად შავი კარკასი. გვაქვს ბაგებში არის 80 კვადრატული ბინა, მახალ შენებულ კორპუსში, რომელსაც ახლა ჭირდება გარემონტება. და ჩვენ გავაკეთეთ კადრები მიდის ახლა ეკრანზე. და ეს პარტია ჩვენ დავიწყეთ უკვე სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება, მაგალითად გუშინ იყო ესეთი პირველი ღონისძიება თბილისის სტოჯინების თეატრმა გააკეთა საქველმოქმედო ჩვენება მუზაში. და იმოგროველი თანხით ჩვენ დავიწყებთ იატაკის დასკვნას. მე კიდევ ძალიან ბევრი ღონისძიება, დაგეგმილი კონცერტები, ნაბიჯ მოკლედ. ყალის და კანალიზაცია მე მგონი არის. გაყვანილია გაზით მე მგონი. არა, არაფერი არ არის. შეყვანილია ბინა შენოს თანხა გადახდილი უბრალოდ ჩვენ უნდა მოვძებნოთ. სწრაფად გასაკეთებელი ვიდრე სანამ ყინვები დაიწყება, იმიტომ რომ ცივ ზამთარს ელოდებიან. და ამ ფარტის იდეა არის ის, რომ არა ყველა შეიფარებს, იმიტომ ესეთ რამე შეუძლებელია ჩვენ გავაკეთოთ. 80 კვადრატული ახლა. უბრალოდ ჩვენ გვინდა შეგვქონდა წარმატებული მოდელი ისეთი თავშესაფრისა, სადაც ადამიანი მოვა. ეს სავარაუდოდ იქნებიან მრავალშვილიანი, მცირეწლოვანი ბავშვებით, ვისაც ყავს ისეთი ოჯახები, რამდენიმე ოჯახი, მაინც, რომლებსაც ჩვენ დავეხმარებით. არა, ჩვენ არ ჩავერავით სოციმუშაკთა ასოციაციას. არჩევანის გაკეთება ზოგადად. კი, მაგრამ ამაზე მუშაობენ წლებია პროფესიონალები და სწორედ მათ ხოთ, რომ ჩვენ მაგერად ეს გააკეთებთ. რა პრიორიტეტები არსებობს კი, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა კმაყოფილებთ. მაგრამ თავარი იქნება ის, რომ ეს ადამიანები, ვინც იქ შემოვლენ, ჩვენ მათ არა მხოლოდ ჭერს ვიცნობთ, არამედ მათთან ვიმუშავებთ ყოველდღე, უამრავი მოხალისე უნდა იყოს ჩართული, რათა ამ ადამიანებმა შეძლონ ჯანმრთელობაზე იზრუნონ, სამართლებრივი პრობლემები მოიგვარონ, ბავშვებს ექიმი იქნება, ექიმი, ფსიქოლოგი, და ასევე დასაქმების სპეციალისტი, იმიტომ რომ ყველაზე ნიშნავ თუ რამე სურვილი ექნებათ რაღაც პროფესიის დაუფლების ან რაღაც უნარის გაუმჯობესების, ამაში დავეხმარებით, რომ იმ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ისინი თავშესაფრიდან გავლენ, მათ უკვე კონდეთ საკუთარი მყარი შემოსავალი და აღარ გააგრძელონ ქუჩაში ცხოვრება. და გარდა იმისა, რომ ეს კონკრეტულად ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ გინდათ ეს მოდელი იმიტომ შექმნა წარმატებულად, რომ შემდეგ რაღაცა მასშტაბი გაიზარდოს, ხო ამისი? ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აქამდე რომ არ არსებობდა უსახკაროთათვის თავშესაფარი, იმიტომ კი არ იყო, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებდა, არამედ არ იყო რაღაც შეიძლება პრაქტიკული გამოცდილება, ან ესეთი პილოტური პროექტები არ გაკეთებულა, ამიტომ ჩვენ ამას გავაკეთებთ მათთვის და იმ იმედით, რომ ისინი გადაიბარებენ და ჩვენ რა თქმა უნდა უფრო ფართო მასშტაბით საბოლოოდ ეს არის საპილოტო პროექტი, ასე ვთქვათ, ბიზნეს თემი, თუმცა მაინც დიდი საქმეა რამდენიმე ოჯახის დახმარება ცალად და რით შეგვიძლია რომ დავეხმაროთ ხალხს, ადამიანებს.
ჩემი აზრით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბროთ პრობლემაზე მასშტაბურად. იმიტომ რომ პრობლემა არის ძალიან სერიოზული და არის მზარდი ეს პრობლემა. გარდა ამისა, უკვე ვიცით და საზოგადოება გრძნობთ, რომ ყოველწლიურად ეს პრობლემა ისევ და ისევ არის, მაგრამ ამ სამოქალაქო ინიციატივების გარდა რამე კონკრეტულ და ხელშესახებს ჩვენ ვერ ვხედავთ. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განსხვავებული ზომები მიიღოს. გასაგებია რომ რაღაცები კეთდება, დღემდეც კეთდებოდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს რაღაცების დარეგულირება, იმიტომ რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით უსახლკარო ვინ არის, არ არის განსაზღვრული. იმიტომ რომ იმდენად დიდი ციფრი გავდივართ, როდესაც უსახლკაროებზე ვსაუბრობ და ყველა სხვადასხვა პრობლემა აქვს. ზოგს პრობლემა აქვს, რომ ძალიან დიდი ოჯახიდან მოდის ერთ ადგილზე ვეღარ ეტევიან და ამიტომ უწევთ გაშლა, ხო? ზოგს სხვა თემა, მაგრამ ეს ადამიანებიც პრაქტიკულად იგივე დღეში აღმოჩნდებიან ადრე თუ გვიან, თუ მათ ეკონომიური მდგომარეობა არ უწყობს. ანუ კაფეოდ უნდა განისაზღვროს ეს. კაფეოდ უნდა განისაზღვროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს სააცხოვისთან დაკავშირებული პრობლემა ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს არის უზარმაზარი ჯგუფი. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ, მე პირადად აქცენტს ვაკეთებ იმ ადამიანებზე, რომლებსაც საერთოდ არ აქვს არანაირი თავშესაფარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავშესაფარი არაადეკვატურია და არ აკმაყოფილებს პირობებს, ხო? აქ არის საუბარი იმაზე, რომ ხალხი იყინება და კვდება ქუჩაში ამისგან. აი, ხო შეიძლება რომ ამ დონის პრობლემას მაინც მივხედოთ. არ არსებობს კონცეფცია სახელმწიფოსი, არ არსებობს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომ აი წელს ამას გავაკეთებ, მომავალ წელს იმას გავაკეთებ. ხო უნდა იქონდეს ეს რაღაც გრძელვადიანი გეგმა, სადაც შენი შეზღუდული რესურსებით მიიყვები სამოქალაქო სექტორის გვერდში დაგიძრება და ეცოდინება რას გააკეთებ და რაღაცას ამაზე მუშაობ. თუ არ გაქვს ესეთი ჩამოყალიბებული ხედვა და აი ესე რაღაცა სპორადულად ვიღაცების ინიციატივა, ეს ძალიან კარგია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და კონკრეტულ რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ეს დიდი პრობლემის მოსაგვარებლად აბსოლუტურად არ არის საკმარისი. დიმა, თქვენ ახსენეთ, რომ ვისა შეგვიძლია გავაკეთოთ. მე ამ შემთხვევაში ახლა ვარ ამ და ჩემი ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ამ ინიციატივის მხარდამჭერები და რითიც შეგვიძლია ვეხმარებით და რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩვენ საზოგადოებას და მათ შორის რა თქმა უნდა არასამთავრობო სექტორსაც გვაკლია ქველმოქმედების კულტურა. ანუ ეს არ არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ინიციატივები, იმიტომ რომ ჯერ ერთი ერთვება ძალიან ფართოფენები საზოგადოების და მეორეც ანუ ეს არ ხდება ვიღაცის დიდი გრანტის ან თქვა სახელმწიფოს ხარჯზე ან ვიღაცის დაფინანსების ხარჯზე, თითოეული ჩვენგანი რაღაცას ვიღებთ იმისათვის, რომ შემდეგ ეს თანხა შეკოწიწდეს და რაღაცით დავეხმაროთ ადამიანებს და მე ვფიქრობ, რომ ეს შემდეგ უკვე წლების განმავლობაში ალბათ უფრო გადავა ჩვევაში, გადავა კულტურაში და მე რა ვიცი ჩვენი ორგანიზაციაც მათ შორის არაერთ მოხუც დახმარებია, მაგრამ ეს არის რაღაცა ინდივიდუალური ინიციატივები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უფრო რაღაცა ორგანიზებულად მოხდეს, არაფერი სამარცხვინო იმაში არ არის, რომ ხმამაღლა ვილაპარაკოთ, რომ ადამიანებს ვეხმარებით, პირიქით მე მომხრე ვარ, რომ რაც შეიძლება მეტი რეკლამა მოხდეს ამისი და მისაბაძი გახდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ალბათ ისიც, რომ რაღაცა ბავშვობიდან ბავშვები შევაჩვიოთ, აღზარდოთ იმით, რომ თვითონაც იყვნენ ამაში ჩართულნი. აი გუშინ მაგალითად ჩემი შვილის ყავდა მიყვანილი და მან იცოდა, რომ იქ თქვა შეძენილი ბილეთით შემდეგ ვიღაცას ვეხმარებოდით და ის უფროსები, ვინც ასეთ აქციებში მონაწილეობენ, ყოველთვის დაყავთ თავიანთი შვილები. ამ ადამიანებთან ეს პრობლემა ზუსტად რომ არ არის. დიახ, ანუ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამწუხაროდ აი ხედავ იმას, რომ საზოგადოების ცხოვრების ნაწილი ნამდვილად არ არის ეს და ამ დროს ძალიან მცირედით შეგვიძლია, ვისაც რა შეგვიძლია, მაგალითად გუშინ მეგობარს უთხარი, რომელიც არის ფსიქოთერაპევტი და მითხრა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით იმუშავებს მოხალისეობრივად ამ ადამიანებთან და ეს უბრალოდ ინფორმაცია გავრცელდება და ვისაც რა შეგვიძლია, ყველანაირად შეგვიძლია ჩვენ არ ვართ სპეციალისტები, ხო? ვიყურებთ ახლა მაყურებელი, აი როგორ შეუძლია სად როგორ გეტყვით მოფიქრებული გვაქვს სქემა. ანუ იმისთვის რომ ეს სისტემა აიწყოს საჭიროა არა მხოლოდ გარემონტება, კვებაზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. ტანსაცმლის მოგროვებაზე დაგჭირდება მოხალისე ფსიქოლოგები, იურისტები, ექიმები, სხვადასხვა ადამიანები. მუდმივად იქნება საჭირო სხვადასხვა სერვისების გაწევა. და იმისთვის რომ ეს თან სახალისო იყოს და თან გრძელვადიანი უზრუნველყოფა იყოს იმის რომ ადამიანები იქნებიან ჩართული, ჩვენ გავაკეთეთ ესეთი ფორმა, გახდი მოხალისე ქვია, თუ შეხვალთ იდენტობა წერტილი კომზე, იქ თავში ვენახავთ აწერია თავშესაფარი. სადაც შეგიძლიათ შეავსოთ თქვენ დაახლოებით 15-16 სფეროა და თქვენ რისი გაკეთება გინდათ.
ეს ჯგუფები შემდეგ შეიკრება, ზოგი იქნება მაგალითად ჩამოივლის ზეთყვაზე ბანკებთან, ზოგი კვების დაწესებულებებთან და შეუთანხმდება. ვისაც დიახ, თავშესაფარი ქართულად წერია და ეს ჯგუფები თვითონ იმუშავებენ მე იმაზე, რომ მოიკრიბონ სხვა ადამიანები, მაგალითად ზოგი შეიძლება საქველმოქმედო კონცერტების. დიახ, მივიღეთ უს ინფორმაცია, რომ აი ამ წუთას დაურეკია მაყურებელს. კარგი რომ ერთი ადამიანი უკვე შევძარით, ხო, შესაძლებლობა მაქვს სოფელში მაქვს სახლი და მთლიანად შემიძლია რომ დაუთმო ამ ამბავს თუ რამეში გამოიყენებთო და როგორ შეიძლება დაგეკავშირდეთო და ჩვენ ნომერს ჩვენი სატელეფონო ნომერია 230 56 14 და დაგვეკავშირდეს ეს ადამიანი და ალბათ იქნება საჭირო, იმიტომ რომ აქ ყველას ვერ მოვათავსებთ ბუნებრივი. საკვებით ასაცველი გვინდა მივიტანოთ, ხო თქვა, და ბევრს არ შეუძლია დრო არ აქვს, საშუალება არ აქვს, იქნება რამე მსგავს რომ მივიდნენ და წამოიღოს ვინმე და მეიტანოს. კი, ამისთვისაც გვეყოლება მოხალისეების ჯგუფი, რომელიც ვისაც მანქანა ყავს, რაღაც არ დაეზარებს, მივიდეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა აქ რაღაცას ვაგროვებთ, ხო, წაღების პრობლემა ჩვენ არ ქონდა. თქვა რომ ხედა ტელევიზია და მანქანა იყო, რომ მისამართზე ვაგზავნით ხოლმე და ეს ვიცი რომ ბევრს უნდა რომ დახმა, მართლა უნდა, იმიტომ რომ ერთად დაგვიფაროს ეს სრული არ იყოს, ბევრს უნდა, ბევრს აქვს კიდევაც ლიფტები, ციგნები, რა ვიცი, ყველაფერი, მაგრამ აი ეს მიტანის მიწოდების პრობლემა არის რეალურად გა. ანუ ჩვენ მთელი ამის იდეა ისაა, რომ ერთი მხრივ ეხმარებით ადამიანებს, მაგრამ მეორე მხრივ ეხმარებით ჩვენ თავს, რომ გავხდეთ უფრო ჰუმანურები. ანუ ჩვენ არ გვინდა რომ დიდ კორპორაციებს თხოვთფულიას უნდა იყოს ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეების გაღებული ყოველდღიური წვლილი. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის არ ყოფნის დრო სასაუბროთ, ყველაზე სწორი სიტყვები თქვა ბოლოს, იმით როცა ვესწავლებით სხვას, ვიხმარებით საკუთარ თავს. მოკლედ, მთელი ინფორმაცია ამ აქციის შესახებ დაიდება ჩვენს ოფიციალურ გვერდზეც Facebook-ის, ასე რომ შემოგძანდით და ყველამ გავაკეთეთ რაც შეგვიძლია, ხვალამდე გემშვიდობებით ნახავთ.